ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს უმასპინძლა. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მთავარი თემები იყო უსაფრთხოების გამოწვევები ომიდან მომდინარე საფრთხე და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მზარდი მცდელობა. გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა გავზარდოთ მოლდოვის მდგრადობა უცხოური ჩარევის მიმართ. მოლდოვის საჰაერო სივრცე რეგულარულად ირღვევა რუსული დრონებითა და რაკეტებით. ქვეყანას სისტემატურად უწევს ბრძოლა რუსეთის მხრიდან მზარდ დესტაბილიზაციის მცდელობებთან, რომელთა სამიზნე ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებია. მოლდოვამ კარგად იცის, რომ რუსეთი ყველა დაპირებას არღვევს. მოსკოვი დაკვირდა, რომ 2002 წლისთვის გაიყვანდა ჯვარებს ჩვენი ტერიტორიიდან. ეს არ გაკეთებულა. საკუთარი კონტრაქტის გვერდისავლით გაგვითიშეს გაზი. სავაჭრო შეთანხმების იგნორირებით ემბარგოს აწესებენ მოლდოვურ პროდუქციაზე. ეს ყველაფერი იმპერიალიზმის თანამედროვე ინსტრუმენტებია. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას საზღვრის ჩვენს მხარეს სტაბილურობის შენარჩუნებაში და წინააღმდეგობას უწევთ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობას. ამიტომაც რუსეთის მიზანი არა მარტო მოლდოვის შესუსტება, არამედ მასზე კონტროლის მოპოვება და უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებაა.